ტრამპის დაბრუნებამ ნათელი სიგნალი მისცა მსოფლიოს, რომ ამერიკის პოლიტიკა იქნება ამერიკა უპირველეს ყოვლისა. მისი ტრიუმფალური გამარჯვება საშუალო კლასისა და სამეწარმეო ელიტების კავშირის შედეგია. ეს ხალხის პასუხია, იმ ხალხის, ვისი მოლოდინიც უგულებელ ყოფილი იყო, ვისი დროშა და ღირებულებებიც გათელილი, იმ ხალხის, რომელიც განწირული იყო ველური გლობალიზაციისთვის და უკონტროლო მიგრაციისთვის. ეს ადამიანები ევროპელი ხალხივით მილტვოდა, რათა ეპოვა თავისი კულტურისა და იდენტობის დაცვის საშუალება. ნუ იქნებით გულუბრყვილონი, ტრამპი დაიცავს უპირველესად ამერიკის ინტერესებს, მათ შორის ჩვენს ხარჯზე და ამერიკული გადმოსახედიდან მას აქვს ამის უფლება. ეკონომიკური, გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, ევროპელები ვერ დარჩებიან პასიურები. საერთაშორისო სცენაზე ბრუნდებიან ერები, ხალხი იბრუნებს ძალაუფლებას. ამერიკა ახალ რეალობას სთავაზობს ევროპას, რომელიც გზაგასაყარზე დგას. ბოლო წლების ბრიუსელის პოლიტიკა წარუმატებლობების კასკადია. გულუბრყვილო და იდეოლოგიური გადაწყვეტილებებისა, რამაც გამოიწვია დეინდუსტრიალიზაცია და ჩავარდნები სოფლის მეურნეობაში. Et certainement la surproduction de normes, faisant de notre institution une machine à étouffer les entreprises, à obérer la croissance et à décourager l'innovation. Vous aviez promis au peuple qu'en cédant une partie de leur souveraineté, ils auraient l'Europe puissance. ხალხს შევპირდით, რომ სუვერენიტეტის დათმობის სანაცვლოდ ძლიერ ევროპას მიიღებდნენ, მაგრამ ეს ვერ მოხდა ასე. თუ გსურს წარმატება, გვერდს ვერ ავუვლით ისეთ ცნებებს, როგორებიცაა თავისუფლება, იდენტობა და სუვერენიტეტი. ვიმოქმედოთ, თორემ ჩავბარდებით ისტორიას. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.